3 ცხენი მოუკლეს და მე-4 ცხენი დაასრულა ბრძოლა. პირველი მიდიოდა წინ, მემატიანე იძახის, სხვა მეფეები ვით უკან კი არ იდგა და უკნიდან კი არ აძლევდა მითითებებს. პირიქით წინ მიდიოდა პირველი ეგ იყო და პირველი დავითი ეკვეთებოდა მტერს. ლომივით ღრიალებდა და ამხნევებდა თავის ჯარისკაცებს. როდესაც ბრძოლა დასრულდა და ცხენიდან ჩამოვიდა, დაბჯარი შეიხსნა, ლიტრობით სისხლი გადმოუვიდა. შეეშინდათ ჯარისკაცებს. მეფე დაჭრილი ეგონათ, მაგრამ თურმე მტრის სისხლი იყო. იმდეს იქნევდა ხმალს, რომ აჯებიდან ჩაუვიდა მტრის სისხლი და აბჯაში დაგროვდა. ეს ბრძოლა იყო ერწუხის ბრძოლა, რომელიც მოხდა 1104 წელს და ქართველებისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. პირველად დავამარცხეთ ესე ღიად ველზე თურქ-სელჩუკები და ვირწმუნეთ ჩვენი თავის. ვირწმუნეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით, გავდევნიდით თურქ-სელჩუკებს და გაძლიერდებოდა საქართველო. აი ამის შემდეგ კი დაიწყო თურქების გაყარა და ჟლეტა, რასაც ნელ-ნელა მოგიყვებით. ეს ბრძოლა შევა ჩემს სამომავლო წიგნში. სპონსორების სურვილები დამიკავშირეთ.